თამარა ბებო, შენი სახელი და გვარი გითხარი. თამარა ციხელაშვილი, სადაური ხარ? თიანეთიდან ვარ მოსული. აქ სადავართ ეხლა? აქ ახალუბანში. ეს ახალუბანი ვისია, გორის არის? არა, მცხეთისა. მცხეთისა. შენი ბალღობის ამბები გითხარი. როგორი ბავშვობა გქონდა? ბალღობა ისეთი მაგატარებული სულ ხელებზე დავდიოდი, ხელებზე დავდიოდი. ეგ რას ნიშნავს? კილომეტრს გავილიდი ხელებით, აი ესე დავყირავდი. ისეთი ანცი ვიყავი დედაჩემის უმცი. როგორი დედა ყავდა? კარგი, ძალიან კარგი, მხუმარა. აი კაი რამეების მოყოლა იცოდა. მეც მეუბნებოდა, მიხუმრობო ყველა არ გაგიგემს კარგათაო. ხო და მაინც ვხუმრობდი. ეხლაც ეგრე ვარ. მკვდარზე არ მიშვებენ, გაგვაცინემო და ცოცხალზე მეპატიჟებიან და ეხლა აღარ ვარ კი ვარ. მაინც რამდენი ნაშრომი გაქვს, მოვლილი გაქვს ეზო? რა ვქნა. არ ავჯდები მთელი დღე. კაია მერე. ადგომა გიძნელდება დილი? კი. მაგრამ მაინც ადგები. მაგრამ არ შემიძლია 6 საათიდან ფეხზე ვარ. მთელი დღე აიქ მარწყს ავმარგლებ, თოხნი, აი ამ ყვავილებს ვეფერები. ძალიან მიყვარს ყვავილები ბავშვობიდან. თოლს გადავხვედავდი და ისე ვნახულობდი ყვავილს. შენა ჰოლანდიურ ყვავილებზე ხო გაქვს შენი აზრი? ჰოლანდიურები დაფესვიანებული მაქვს ეხლა. ხო თქვი ეგენიო გაპრანჭულ ქალებს გვანანო. გაპრანჭულები არიან. თამარა ბებო, იცი რა მითხარი შენი ჭირიმე? სწორად ცხოვრება რას ქვია? სწორად რო იცხოვროს ადამიანმა, როგორ უნდა იცხოვროს? უნდა იყოს კეთილი, უნდა იყოს სიკეთე აკეთოს თავის ცხოვრებაში, საქმე აკეთოს კარგი, გამაადგეს ხალხსა. მე გაჭირვებულსა მithოვნია და ისე მიმიტანია გაჭირვებულისთვის. და მეტყოდნენ ხოლმე გიჟი ხარო, რას დაარბეინემო, შენთვი გააქო, სხვისთვის მიგაქო. მაგრამ სიკეთე ვაკეთე სულა მაინც დავყუტდი. სიკეთე ვაკეთე და მაინც დავყუტდი. ჩემ ცხოვრებაში სულ გაჭირვება მაქვს გამოვლილი და რატო თამარა ბებო? როგორი ცხოვრება გქონდა? ადრე დაუბრდი. მე-9 კლასის 1/4 ვიარე. ისეთი მოწაფე ვიყავი, პირველ კლასში არ მიმიღეს. ცოდვაო რომ დავტანჯოთო, მეორეში დამშვეს. მერე ჩერია განათლება. დიდი ამბავი იყო ჩემ სკოლაში სიარული. მითხრეს, აბა რა იციო და დავიწყე ხლა ლექსის თქმა, დარაგოი товарищ Сталин. Пусть пройдет немного лет. Незащитниками станем. Славно и родине своей. და ვაიმე გაგირდა, რუსულის მასწავლებელი მყავდა, ამიყვანა ხელში და კოცნიდგა მათავა რაღაცა კოცნილი ვიყავ. ჩემი ბავშვობა მახსოვს, რომ აღდგომა კეთილად გაივლიდა რა. დიდი კაცები დადიოდნენ გოდრება კიდებულები ჭონაზე. და აქა ბავშვებსაც არ უშვებენ. სად არ უშვებენ? ჭონაზე ბავშვებს არ უშვებენ, რომ ჭონაზე გაიარონ და კვერცხი აკრიბ. ჭონა რა არის? აი რო დადიან აღდგომა წინა ღამეს პარაშკებს აღამოდი დადიან და კვერცხზე მღერიან. ხო. როგორ იმღერებენ? როგორა და რა სიტყვებია? ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა. ბებუ ერთი კვერცხი მამე, ღმერთი მოგცემს ბარაკას. საღვინე და სტაქანი ერთი კვერცხი მზად არის. თუ ერთი არ იქნება, ორი მაინც მზად არის. თქვენ ყოჩაღად ხართ? აი როვინმე მოვა ისეთი ხალისი მეძლევა, მაგრამ სახლი რო აღარ მივარგა. მანათ ხო აჩიკომა რომ სამწვადეს მოიტანდე და თქვენ სახში ხوار მოვდივართ, თქვენთან მოვდივართ, სახში ხوار მოვედით? მე სახში ხართ, მარა ხარ. ეზოში არა ვარ კაცო, სახში რა გვინდა? თამარა ბებო, ბაზარში რატო აღარ ჩამოდიხარ? აი ესე მოკუნჭული მცხენიან. რისი გცხენია კაცო? ჩვენ ხო გვიყვარხართ? ისა ხალხმა მირეკავენ რომ ჩამოდი ქალო, ხო ვიცით როგორიც იყავი და შენი ბრალია ეგ საქმე რო ეგრე აიკიდეო. თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით? ჩემი მეუღლე გამოგიტაცა? ძალიან ისტორია არის ზურა. დღეს რო დავიწყო ვერ მოყვები ჩემ გათხოვებასა. მოკლედ ხი. სულ ჯოხითა მცემეს ისე გამათხვეს. რატო? არ მინდოდა კაცო, მე შეყვარებული მყავდა ჯარში იყო.
და ელოდებოდი. უნდა იმისთვის მამეცადნა. განა შავი რო ვიყავი, ეგეთი თმებით მოუწონდი ხარ. დედამთილს მეწონა თმებითა. მე მამამთილი მოიყვა და როცა ფესტივალი იყო და თმები უნდა და შევიჭერი და გავყიდე. 30 მონეტათა. 4 ნაწნავი. ჩემმა მამამთილმა დამინახა და თმები მაქვს მოჭრილი. მიუბრუნდა და ეუბნება თავის ძროხსა. მე შენი დედა. აკითმიანი იყო, ამიგულით ხალხი უნდა დამატანჯინო. უყვარდი დედამთილ მამამთილს? მამამთილს უყვარდი, მეხვეწებოდა ვიშაიროთ რა გეხვეწებიო, შენ კაი შაირები ეციო. გახსოვს ძველი შაირებიდან რამე? ფინთები იყო ხო? იყოს ფინთები რა უჭირს? არა. 1-2 თქვი რამე? არა. არ ითქმება ტელევიზორში? არა. რა საყვარელი ხარ თამარაბებო, რა საყვარელი ხარ? არა. ისევ ეგეთ საყვარელი ხარ როგორც იყავი. რა ვიცი აბა.